ეს არის Raymond Roots-ის პირველი სეზონის მეორე ივენთი, სადაც დოკი და ვილეინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. სეზონს ვერ ნახავდით, რომ არა სახელოსნო ბარი, რადგანაც ისინი ჩვენი სპონსორები არიან, ასე რომ და ჩვენი მხარდამჭერი კომპანია Control Room-ი. Yo. შენიწყე, ხო? პირველი რაუნდი. ვილეინი. ფოტოებს რო გადაიღებთ, გამოგზავნა არ დაგავიწყდეთ. და ბარემ გეტყვით, რომ ჩემი ფანჩების 99.9% რეკომენდირებულია სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ. დოქტორი დრე, დოქტორი სტრეინჯი, დოქტორ მერტენსი, გიორგი ღოღობერიძე, დოკი. იცით დოკის მთავარი მიღწევა მედიცინაში? ერთხელ სტიჩიმ დააცემინა და ამან ჯანმრთელობა უსურვა. ერთბეთლიანი გოუთი პირველივე ბეთს აგებს. შენ და სამწუხაროდ დღეს მომიწევს შენი პირისაგან მიწისა აღაგვა. მე არ ვარ მალიარი, მაგრამ შემიძლია 50 კვადრატისა დაგაჯვა. ჩემი ბრალი არის, რაც დღეს მოხდება. ისე დაეცემი ვერგიშველის ვალერი მელაძე. ვერც ვიაგრა. იმდენი უნდა დაგასხა თავი გეგონოს ტიაშკა. არავინ ყოფილიყავთ შენებლობას. 50 ვარ, კაცი. ვაგრძელებ. მაქვს ბევრი საბაზრო და გივარდება ფასი საბაზრო. ფანჩი გაუმაზო, არ არის შანსი ხარჩემი ლანჩი და შენ უცადილობ დარბაზობ ყმაწვილო, ხო არ ბრაზობ. ტექსტი გეომეტრიული სიზუსტით დაწერილი, არ ჭირდება თარაზო. ეს იმიტომ, რომ მაქვს OCD, ანუ ჩემი ყოველი ბარი არის იდეალური, არანაირი ასიმეტრია. და შენი გავლილი 8 მილი ჩემთვის ასიმეტრია. თუ გეგონა გქონდა 100 ფანჩი, ამაცილი 100-ვე ტყვია, მე დოკს ველოდებოდი და გაჩიტეს ინგა. მე ზღვარს არ გადავდივარ, არ უწერ სხვის გოგოებზე და არც ვიღაცის ანანიზმზე. დღეს დავასრულებ შენ კარიერას და დარჩები მუდამ პერსპექტიული, ჯანუ ანანიძე. შენი ჰაიპია უფრო ხელოვნური, ვიდრე ბოდოგლიმტის სტადიონი. ინტელექტი. კაი. შენი ჰაიპია უფრო ხელოვნური, ვიდრე ბოდოგლიმტის სტადიონი, ინტელექტი ან ნებისმიერი Instagram ინფლუენსერი. ვარ დაუმარცხებელი ვენგერი, ბარებით ვთამაშობ გემბლერი, ბენგერი, შოკმენი, მებორი, შედორი, შევძინე ელფერი, შევწერე თქვენი გოუთის მოუდი, ჩაირთო და მის განადგურებას 4 ფანჩს მოვუნდი. ხო და მოიხსენიე გვარდისფერი სათვალე, დაიწყო შენი ფასადური ჰაიპის ნგრევა. თავი გეგონა სასახლე, ხარ ფანჩების ფანჩატური. ექიმო, აიღე ბარომეტრი და გაზომე ჩემი ბარების წნევა. იცის რომ არც ისე კარგია, მაგრამ MC ლადოს რო უსმენს, თვითონაც ცდილობს, რაქნას გული არ უთმენს. ერთი ტრეკი აქვს Divine Rhymes-თან და იმდენად უინტერესოა, სუსიც არ უსმენს. რისი ექიმი ხარ, საკუთარ თავსაც ვერ შველი, აშკარად ავათხარ არადა. მაინც არავინ მოგისმენს, სულ რო გახდე თამადა. დაჟე ოჯახის ექიმიც კი არ მოგისმენს ფილტვებზე. ტყუილად გაცივდი. დაჟე ოჯახის ექიმიც კი არ მოგისმენს ფილტვებზე, ტყუილად გაცივდი, გაგხიხინები. ჩემთან არანაირ თამაშს არ გირჩევ, თორემ ვერ გაიხილები. შენზე რაღაცეების ძებნაში დიდი დრო დავხარჯე, ასე 6-7 წუთი. მერე საქმეში ჩავრთე ჩემი დიდი კუნთი, ანუ ტვინი და მივხვდი, რომ ჩვენი ერთბეთლიანი გოუთი ძალიან გავს ჟორჟინიოს. ტიპის მარტო ზედმეტ სახელი ვიცით. დოკ რიდლა, კაცი გამოცანა. ხო და დღეს მოგხრი როგორც კითხვის ნიშანი. დოკი არის ელამის სნაიპერი და როგორც მთაწმინდაზე ტირის თოფები არეულია მისი მიზანი. ისე სადაური რიდლა ხარ. მე მეგონა რომ ქამუშაძე იყავი, იმიტომ რომ გიყურებ და მაგარი გაჭირვებული ხარ. ინტრიგა მოუკალი, ჯობნის მჯობნი როგორც ბოლოჭიქა არ უნდა დამელია. ისეთი გაჭირვებული ხარ, ხო აღმართში დაგეწია. შენი მდგომარეობა არის უსაშველო, ანგელოზებო დაიცავით სათხართ, თუმფარველობთ, თორემ დოკი გახდა სრულიად უსარგებლო, აქ მოსვლას გერჩვინა მუნუოქი გესწავლა და უკანგევლო. რადგან დღევანდელი დღის მერე იქნები ზედა
სახელოს გარეშე, ანუ უსახელო. ვაგრძელებ. პრინციპში შენი თავი რჩები, შენთვის არაფერი იცვლება. ყველაფერი ისევ ისერჩება. რა Google, რა Spotify, YouTube-ზეც Divine-ის გამო ისერჩება. შენ რომ დღევანდელ ბეთლს მოიგებ, მაგის თეორიული შანსიც არის ფარცი. გამარჯვების არ არის პროცენტი. შენი ვერსები გავს 40 წლის ქალიშვილს. ანუ არის არაფრის მომცემი. შენ ხარ ჩიტო ვერა და გგონია დღეს მოიგებ? ჩიტო ვერა. დაგიდგები სადაც გინდა, რინგი კი, ოქტაგონი კი, გალია კი. ხო ხედავ ვეგარითმო, დაგეწყო ფანჩების გალია კი. მე მაქვს ჯანსაღი ამბიცია, შენ გაწუხებს განდიდების მანია კი, არსაიდან ბეტოზე შემოვარდი მანია კი. ვიცი დაგევასა კაია კი, წყალივით მიდის როგორც კაია კი, ლაინერს რატომ ეჯახება კაია კი, ვინმე მგონზე მოიყვანეთ, ასუნინეთ ამია კი. დოკ, არ ვიცი რა გეგონა, სად მოდიოდი. რემონტადა არ იქნება დაგისვამ წერტილს როგორც დიოდი. მიზანი არ ამართლებს საშუალებას, ტყუილად ცდილობ. ფაქტი ერთია, კი არ ბეთლაობ შენი სულით ვსადილობ. სოლო MC ვარ, შენზე ვიცი რომ მაგ ტექსტს ბევრი დაწერდა. ლამის დავიჯერე შენი ემსობის 22 წლის ბეტლში დაბერდა. სინგულარობა ტექნოლოგიაში. იმდენად შორს ვარ, რომ შენი გონება გახდა ლეში. დღეს ის დანებდა. აი, გონი რაღაცა გამოტოვეთ. მე ვთქვი დო, კ, რე, მონტადა, მიზანი, ფაქტი, სოლო, ლა, მის, სინგულარობა. დო, მი, რე, ფა, სოლ, ლა, სი. დო კი ვერ ხარ ფორმაში. ბეტლი ხომ მოგიგე და თავში გირტყი ნოტების რვეული. ბოტები რასაც უნდა იმას დაწერენ, მათთვის ჩემი ხელოვნება არამეული. ნება არ მისცე კომენტარებს გონება დაგიბინდონ, იფიქრე უფრო რაციონალურად. ბეტლის დაწყებამდე ლომი იყავი, გავიდა ნახევარი რაუნდი, გაქციე კაცი ორაგულად. ვარ ჟანრის ერთგული, ეგული ამოგიგე დაგტოვე უგულოდ და ჟურის რამდენი ფოტოც არ უნდა უგულო, ამ ტურს მაინც ვერ გახვე. რადგან მაინც უგულებელ ყოფენ, როგორც YouTube-ზე კურსიჯის რეკლამა. ვიცი რომ ემსებს საქმეს ვურთულებ, ჯერ ბეტლზე ვუსრულებ, მერე კარიერას ვუსრულებ. თან ბეტლებს ვაფშე არ ვუყურებ, არც ინგლისურს, არც რუსულებს. ყველა ჟური TBC-ის მომხმარებელია, ამიტომ მაგუაზრო ბარებით ვერ დააგრობე პლუს ქულებს. პლუს მაგუაზრობებს სხვა გიწერს. მე რო არა ეს ბეთლი იქნებოდა ნახვებით ბოლო. ჟური პლუს ქულებს დამიწერს, ეგრე თუ გააგრძელე, ვერასდროს გახდები სოლო. ხო ხედა უკვე შენ ტვინში ვარ, მოვახდინე გონების ანექსია. გინების გარეშეც მე მიმაქვს ყოველი კრედიტი, თითქოს ამექსია. შენ რო ჩემ დონემდე ამოხვიდე, ნაცნობები დაგჭირდება NASA-ში. კიში მოტო ვარ და ჩემი ხელოვნების ცნობა არასდროს გაჭირდება მასაში. აი, მასაში კიში მოტო იცი, აი. შენ დღეს ვერ იქნები ვერც პატარა ბიჭი და ვერც მსუქანი კაცი. მაქსიმუმ იყო რაღაც ჩინური ხლაპუშკა. ორჯერ გაისვრი და დამთავრდები მერე. თავი გეგონა მთავარი კერძი, გაიჩიტე ბინძური ზაკუსკა. ისეთი რომ დაჟე სასმელს არ მიგაყოლებს პელე. შენ ჩემზე დიდი ვერასდროს იქნები, არ ხარ ინგლისურში ახალი წინადადების პირველი ასო. პირველი ასო. ისი ასო კი. თან ერთი კი არა, მთელი ანბანი. ხოდა დღეს უნდა გასწავლო ბეტლის, ანი და ბანი არ მინდა განი, დონით ვარ ისედაც მაღლა. ენით აღუწერელ ტკივილს მოგიტან, ვინ გამაჩერებს ახლა. ზენ იტშიც კი არ ვარ თან. ინ ანებ და კანკალით წახვალ, განახე ბეტლი შენი არ არის. ბალ ლასტისგან გავწმენთ პროექტს, მან იცის ამოვგლეჯ როგორც ნარი. შენ არ ხარ კარგი MC, შენ ხარ კარგი MC-ის ცუდი cosplay. დღეს ისე დაგწვავ მაგ ფერფლისგან ფენიქსიც ვეღარ აღსდგება. პომპეი. რაუნდი. მოიცა. პირველი რაუნდი. დოკი. ბიჭო, ეს რა კლევორფლეი გააძრე ნოტებზე. გეხვეწები ეგრე აღარ გაიჭირო, რადგან რამდენი სიმიც არ უნდა კონდეს, არ გამოვა ჩემი ხაზები დაიჭირო. ისეთი სისულელე იბაზრე იმენა დამეწყო ღებინება. იცოდე რომ სირობის დამტკიცება ვერ იქნება და მე მართლაც რა ვიყო გაციებული, როცა ამბობ რომ მომიგებ ოთახში მთავრდება ცემინება, ბრო. მოგესალმებით რაიმენ დრუჩი. კარგად მახსოვს კენჭისყრის დღე, როცა დიჩი ფურცლები დაკეცა. გაეცა პასუხი მთავარ კითხვას თუ ვინ ვისთან გავბეთლოთ. ამატერას ხდება кейს, ხვედე ხდება ატოს, შენ და ქილა ხვდებით რომ დაგენძრათ. სხვათა შორის, ქილა თამაშობს რასადროდის ექსელში.
არ ვიცი აქ რა უნდა და საქმე იყო პოპულარობაში თუ მაყუთში, მაგრამ ამ ბეთლის მერე პირველად ნახავს რომ საბაშვილი დევს შავ ყუთში. Ja. ხომ მიყვარს რეფერენსები წერა, მაგრამ არ გეგონოს პიროვნულ ფანჩებზე და გასვენებ. 20 წლის უნახავი ბიცოლასავით მოგექცევი. ყველა შენს ჩაჯმას გაგახსენებ. დავიწყოთ იმით, რომ თუ ვინმე პროექტი მოხდა შენ ყველგან შესარჩევი დადე. ჯერ PvP-ზე ცადებითო აგრესიული ჩართე და როცა გაგაჯმევინეს მანდვე, ბეთლრების საერთო დათმე. იმავე წამს მოხვედი აქვე, რომ კაქტუს გრაინდში გეკეთებინა საქმე, მაგრამ გრაინდის თავი წესი იყო, რომ ოპონენტზე არ უნდა გებაზრა რამე. მაგით იდეა დაგმე, ამიტომ საჩენ და სადმე, მე მინდა ვიყო აკაპელაზე, შენ გინდა იყო სადმე და თუ შენთან უნდა დავდგე, მადლობა თქვი რომ სცენა შენთან გავიყავი. თუ თავი გონია ჯონ ვიკი დღეს განახებს სადმარხია ძაღლის თავი. უფრო მეჯერ მოგტეხეს სეზონის დასაწყისში ვიდრე ნეიმარის ფეხი. მათხოვრობა გადაგიქციეს რუტინად. ყველასთვის იყავი ნაგავი მწერალი, მაგრამ დუელში თავს გაგზნობინე პუშკინად, ყველა მიცის რას ვიკისრებ, ვინც კი ახლოს მისნობს. ბარში ალი გეკიდება როგორც სონი ლისტონს. დიდ დროს უთმობს ტრიკონს და ეს ფორმულა არ საჭიროებს პიტსტოპს. ჩემი სტილი ისეთი ძველი სიძე იყოს თითქოს. ჩემში ვატარებ ჯადოქრობას როგორც სადგური King's Cross. გენატრება შაირი როგორც ჰობიტ ბილბოს. ეს ფიქრობს რომ რეპ ღმერთია დავით აღმაშენებელი მოევლინა ჰიპ-ჰოპს, მაგრამ ყალბი ღმერთი ვერ იპოვის ჩემზე უფრო დიდ გორს. შობდა მართლა მიყოლოდი TikTok-ს. ეგრე მაინც გააძრობდი ვერსებს, რადგან რო ყოფილიყავი TikTok-ერი, KMC დაგიწერდა ტექსტებს. თოკაფემ კითხა რას ფიქრობს დისებზე. თქვით რაზე უნდა ვედაო? ტიპმა ცუდ სიტყვებს ნუხმარავთ, მეყლე უხეშად ხდებაო. ზრდილობიანი აკაპელა არა? მეგობარო, ცუდ ოპონენტს ხვდები. მაგ თემაში მოვიკოჭლებ და როგორც გარინჩამ უნდა მოვტყნათ ხები. ვიცი რომ შენ შეგელია მწარეწერა, შენ ხო კომპლექსებში კვდები. ანუ გიქაჩავს ტვინი და გულივერ, ამიტომ ლილიპუტი რჩები. შენნაირები ვერ ხვდებიან საჭიროებას, რომ ემსის რამეს საჭიროებას, რათა წესიერი რაუნდები გქონდეს. ეს ნამდვილი ბოი არის და არა ციხესიმაგრე ბოი არის, რომ ჯუჯამ მინიშნებები მომწეს. ჩემი ლირიკების ტომი იმდენად ჰარდია რომ ამისა იმოძრაოს ვენომით. ასეთი ტიპი სულ რო იყოს მაკლერი არ უნდა მებაზრებოდეს შენობით. ჩემი მიზანია მჯობნი დავლიო და ვაფშე ყველა შენნაირი მოსვა. ყველა მოდით გავიზრდი ხარის როგორც ასეტო კორსა. როგორც კრატოსმა მატერიალო ქაოსი და დაიწყო ლოცვა რომ ციყო ურწმუნო მაინც შეგაშინებს მეორედ მოსვლა. როგორც დოქტორი სტრეინჯი შენთან ბეთლის დროს ვკლავ. შოუს ვაქერიებ რომ დიჩი სპონსორს მიაღწიო. თავი მგონია ელვა მაქვინი. მიწევს ცისფერი ფინიშამდე მივათრიო. არ ვიცი როგორ ოპონენტს ელოდი. ალბათ მორიგ ჯეოსელი რადგან цаრიელი ლაილაით გაეძრე. თუ ჩემთან მოხვალ ბილაინებით გაგიშვებ ნათელ მხარეზე და ესე ფანჩები სულ იმიტო პაკეტით მოგიწყობ საკურველ დღეებს და გაჩვენებ ნამდვილი ბეთლ რეპი რა. როცა მე ვბაზრობ მიწაიძვრის და ამ მიწაიძვრისას ბალისულ სხვა. შენ დაერქვი ვილენი თან გაქვს ისეთი ბექსტორი რომ მაგისტვის გამოგადგეს. იასნა მაგრად მოიტან ძმაო, ვიცი რომ ვოლტიდან გამოგაგდეს. ძალიან სერიოზული ტრავმაა. დროა ყველას განსასწრელი მოუვლინო. თქვენ კიდე ზედმეტი არ იხმაუროთ, კურიერს უნდა მოусმინო. ზალით ნუ მურტალო ბიჭო, ეძებე შენნაირების ლიგა. შენნაირების სასამართლოში ისწრიან როგორც ინგა. მე ვარ ნამდვილი ვილენი, ცვეჩი ქართველი რიდლა. მე მთელი რაუნდი ვდისავდი Young Mike-ს, რომელიც იმ დღეს ჟიურიში იდგა. და მაინც მე მაქო იმან. გაიგე საერთოდ ვინ ვარ? არ გაიმეორო იგივე შეცდომები რა წინამ. ჯიუნა თვეები იყო ოფსაიდში და მაინც ვარ მიხტა რომ ზედმეტად წინ ვარ. ეს ჩემთვის არის მარტივი ლიგა. ამ ბელტს ჩემთვის არ აქვს ფასი. ზედარ გიყურებ და ისე გაცეკვებ ჩემს დაკრულზე როგორც რეი ჩალზი. გამიშთა ბრაზი რო ვერ მოიძებნა კაცი გაწიპი ეს ტიპი და შემიკრიბე ჩემპიონების დასი. როგორც პრაიმ დინამოს მე მინდა თასების მფლობელთა თასი. შენგელიან საუკეთესო ბარები. გავიმარჯვებ აქ და მერეც. დამიძახე მიხეილ მესხი. ჩემი სკილი გაცდა პელეს. თქვენ ჭირდებათ მწვრთნელი რომ არ წეროთ ამის მსგავსად. ბიჭებო დღეს მას ვაქცევ ახალ კაცად ახლა კი ვასრულებ რაუნდს. დავამტკიცე რომ არაფერი ეთქმის. აქ თავად ვიცავ ჩვენს თავებს, ამიტომ დავემშვიდობეთ ვეკილს. შეხარ ამ სფეროს პარაზიტი. გვერდითი მოვლენა ბეთლის. გვერდითი მოვლენებისთვის მიმართეთ ექიმს რაუნდ. მეორე რაუნდი ვილეინ. კაი. დივაინთან ტრეკში შენ ამბობ ასეთ რაღაცას. საყვარელ საქმეში კოსმოსში გავედი, ამიტომ არასდროს მექნება წონა. მომისმინე ექიმო გაგარინო.
შენ არ მოგაქვს სინათლე, ნუ შეედრები აპოლონს. ეს ბეტლი უკვე წააგე და თუ სხვანაირად ფიქრობს აქ ზოგი, რასაც ვამბობ ვაკეთებ ერთ-ერთში, მე ვმართავ აპოლოს. ამიტომ ხარ ნილწამხდარი. შენთვის ვარ ზედმეტად არმსტრონგი. ფანჩებმა მოგაყენეს დიდი ზიანი, გჭირდება წოლითი რეჟიმი. ერთი ტაჩმოდში. ფანჩებმა მოგაყენეს დიდი ზიანი, გჭირდება წოლითი რეჟიმი. გეგონა იყავი ვიბრანიუმი, მაგრამ ყოფილხარ თურმე თუნუქი. გეგონა იყავი მერაბი, აღმოჩნდი პიოტრ იანი. შენი ფანჩები არის მერაბის წონითი დივიზიონი, სუპერ მსუბუქი. აი ამიტომ არ გაქვს წონა. ჯიუნა იყო შენი პიკი, კაპიკია შენი ფასი, ერთი აბაზი, კოსმოსში გასულო. დღეს მე ვარ ხაბაზი, თონეში ჩაგაკრავ და შენ სოროში უსმინე ჩაკრულოს. და სანამ ხაბაზე რამე არამ ქვეყნიურ ფრისტაილს გააძრობ, გაქცევ ნანგრევებად, როგორც მაიას ტომის ქალაქი კობა. ეგზისტენციიდან გაგაქრობ. მანამდე გთავაზობ ახალგასართობ თამაშს გაგაცნობ. მეფე ვარ და მოდი განახო თურითი ვამეყო კუზიან სამარე გამოესტორებს უნდა დაგმარხო მე ვარ პანიდან უპანიკო პაიკო. განვაგრძო? მიიღებს კუზიანს. მოვედი ჯეტლი ბენტლით მოვიგე ბეტლი გჭირდება ეტლი. არა უშავს. შენც მალე იწამე ფამა შევცვალე სიჩქარე დავას და კამაც აზრი რომ აქვს დასანან მარცხს იგემებ და დაიწყებს როლას ქვის, გეუბნები ქიშს და შამათს. გაიხარე. თურმე დოკის და სტიჩის პირადობაში პელესთან ერთად აქვთ ფოტო. სტიჩი თან ებეთლავება, თან ეთაყვანება. თითქოს ყოველი ფანჩის მერე ბოდიშს უხდის. მორჩი კუდის კიცინს და იბეთლავ შევწუხდით. დოკი უფრო პლატონურია. შორიდან უმზერს მის კუმირს პელეს გარდა ვერავის ხედავს. კადრი შენელდა, უკანა ფონი დაიბლარა, რომანტიული მუსიკა, ვერავინ ხვდება რა ხდება, ნუ თუ დოკის ოცნება ხდება და პელემას თვალებში ჩახედავს. გვერდით გაიხედა. ორი underground ბეთლემსი, ერთი მიზანი, ერთი ოცნება, ერთი კუმირი. მაგრამ არასდროს არ იქნება შენი ტურნირი. გეგონა შექმენი ამინდი თან დიდი ჰაიპი, მაგრამ მე ჩემ თავს დავპირდი, ახდება ბავშვობის სიზმრები. და როგორც 3-6-იანი აიდი ბარათზე, შენ და ჩემპიონობა ერთად ვერასდროს იქნებით. დოკი გავს 16 წლის ბიჭის ბრაუზერის ისტორიას. ვერაფერს იპოვი მასზე. და შენი ბაზარი თუ არის ვაზარი, მაშინ ჩემი ყოფილა იპონი. გაამრავლე 10-ზე. სანამ ამის გვამს აქედან გაიტანენ, ვინმეს ხომ არ გსურთ ბოლო გზაზე პატივი მიაგოთ. დოკის პოვნა არ არის მარტივი. პირიქით, ის ისეთი ინკოგნიტოა, თოკაფემაც კი ძლივს მიაგნო. შარაუთი აქედან ძმაო. მაგრამ თავარია მიაგნო და ჩაიწერა გენიალური პოდკასტი. ყველა დროის მეორე საუკეთესო. ნუ პირველი ჩემია. ამ პოდკასტში ამბობს დაახლოებით ასეთ რაღაცას. ბავშვობაში ძალიან მორცხვი ვიყავი, მერე წავიკითხე შერლოკი, დავაკოპირე მისი ეგო და ნარცისიზმი. თუმცა სახელი დოქტორი უოტსონის გამო დავირქვი. აი ლოგიკა. მიხვდით ხო ვინ არის დოკის საყვარელი რეპერი? ლოჯიკი. თავიდანვე მიხვდა რომ მთელი ცხოვრება მოუწევდა სხვის ჩრდილში ყოფნა. შეგიძლია ჯიუნას ჩაკიდო ხელი, არ ჩემ გეგირდება პოსეიდონის კოცნა. ამ პოდკასტში ასევე თქვა ასეთი რაღაც. ხალხმა გამაკვირვა რომ ჩემი ბარები გაიგეს. ვაუ. თურმე ერთბეთლიან გოუთს როგორი ეგო ქონია. კაც რო გონია, ერბო ქონია. კაც რო გონია, ერბო ქონია, დოკი იყო პირველი, ვინც ამოხსნა, რომ ერბოა, ქონია. იმდენად ღრმა ამ ბიჭის ეგო, შიგნით ისმის სტიჩის ფანჩების ექო. დოკი სარკეში იყურება და ეუბნება საკუთარ თავს, რომ სანუკვარ ოცნებას გავს და ვერასდროს იპოვიან შენ მსგავს. ტრაილერზე არ ზიხარ, მაგრამ დაგაყენებინებ დღეს ჩრაკს.
ხალხმა კიდევ ვერ გაიგო რა ხდება. კარგი თემას გავშლი. არ ვარ თელიავაზე, მაგრამ ერთბეთლიან გოუთს ნაწილებად დავშლი. შეგჭამ კუჭიანად, ჩემთვის ხინკალი ხარ მთიულური. ანუ რაღაც გაკლია. გაკლიას გავურითმო ნაკლია, ეგ გამაკლია. ვაიმე. ჩემი ბარი არტია და შენი არი ატრია. ჯერ შეგჭამ, მე აქედან მოკვეთავ, ბარი ატრია. ვარ ბარიალენი, ვისვენებ ბარიზე, ვზივარ ბარში. ანუ ვარ ბარი ბარში. შენ ვერასდროს ვერ იქნები ჩემთან ბარი ბარში. ეს არ არის ომი, ვერ ხარ ჩემი წინაღობა. ვერც ბარიკადი. აქ რომ მოხვედი იყავი მყარი, მერე თხევადი, ახლა ხარ აირადი. ეს ბეტლი ვერასდროს იქნება თანაბარი. დღეს ისე გაგაქროფ როგორც 90-იანების ანაბარი. მერე გაგიხდებათ საძებარი, მე ვარ უებარი და შენ ხარ ქართული ბეთლ კულტურის ბარბარიზმი. მაგრამ აქ ვერ დამკვიდრდები. ახლა ამას უნდა ველოდო აირადი მდგომარეობიდან ისე როდის გამკვრივდები. ჯიუნას როგორ უთხარი ერთფეროვანი ხარო? მე მგონი დალტონიკი ხარ. შენზე ერთფეროვანი მარტო იუმორინას პროგრამა ვიცი. შენი გვარი აქ არავინ იცის, ამიტომ ვერ ხტის კვიცი. ისეთი ერთფეროვანი ხარ, დაჟე გეიც კი ვერასდროს იქნები. უფრო ერთფეროვანი ხარ, ვიდრე შავთეთრი ტელევიზორი. ამიტომ შენი ყოველი ფანჩი არის ლაითი. მე რაც არ უნდა ცუდი რითმა დავწერო, ვერასდროს იქნება ჩემი ბარი ვაითი. იმედია მზად ხარ, რადგან ჯერ კიდევ გზა არის წინ დიდი. მაგრამ ისეთი უნიჭო ხარ ლივერპულის ფანიც რო იყო, მაინც მარტო ივლიდი. ვიცი რომ ბარსას ფანი ხარ, მაგრამ აქ ვერ გიშველიან მსაჯები. თამაშგარეს მახე მუშაობს შენს წინააღმდეგ, თამაშს გარეთ დარჩები. ბეთლი გეგონა შენი თამაში, შენივე თამაში მარცხდები. ერთ წაში ბოდიში. გაი, ალობა. იქნები სამიმე მასალა, ტყუილად მოხვედი ამალით. როგორც ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ლამინე იამალი. უბრალოდ უსმინე ჩემ ბარებს, რა ლამასია. ლამასია. და ეს არის მხოლოდ მცირე არსენალი. თავზე ნალი რო დაიკიდო, ჩემგან მაინც ვერ დაგიცავს, გაუსწორე ფაქტებს თვალი. ვარ მშრომელი როგორც ფუტკარი, მეთოფე ვილანი. ციდან ჩამოვხსნი თოლიებს, არწივებს, კაჭკაჭებს, არ მადარდებს, მეტოქე ვინ არის. შემდეგ მივხედავ მგლეებს, შავკატებს, მამლებს, ფარშევანგებს. არავის არაფერს არ შევარგებ და არ შევარჩენ, კარს შევანგრევ. მოქალაქეები ხედავენ, არ მეშინია წითელი ეშმაკების. დაუხურა ოცნებების თეატრს. ნელ-ნელა ჩაქუჩით ნაცემს ემსგავსები, მე კი ვავრცელებ ჩემ არტს. შენ თუ ხარ ცუდი, კარგი გაგებით, მაშინ მე ვარ გაცილებით უარესი. ნუკბენ იმას, ვისაც შენი შეჭმა შეუძლია. ლუის სუარესი. ჩემი დებიუტი არის ეპიკური შენიღბული შენი შური და ვინახე ნახე ბრძენი ჟური, როგორ ისმენს ფანჩებს, იგებს, არჩევს, გიდებ ფაქტებს, ასე მოვიპოვი მე ტიტული, მე ტერტულერები შენი შანსი გავანული, გავართულე ვამგვაგიევრა და მიგდეს ბევრი ყური. ეს რჩევა რამდენიმეს უკვე მივეცი და ახლა შენი დროც მოვიდა. გპ-ში ჩააბარე, იქნებ გახდე ტექნიკური. მაგ ტექნიკით არ გაქვს მომავალი. არ არის tomorrow. შენ ხარ RI yesterday. შეგიძლია წახვიდე და უკეთ მოემზადო, ჯერ მზად არ ხარ. არ ვარ კინოში, მაგრამ რაც გინახავს ვეღარ ნახავ. ბერმა მიიღო დღეს შოკი, რადგან მოვიტანე ფანჩები ამდენი მეშოკი. ჩემთვის იყავი უბრალოდ დესერტი და დღეს შევჭამე მედოკი. რაუნდი. სანამ დოკის მეორე რაუნდზე გადავალ, უნდა აღვნიშნო, რომ ალბათ ამდენი არც ერთ რაუნდზე არ მიცინია, რომ მეტი რა, ანუ მეორე რაუნდი. დოკ. მოგისმინე და ვხედა, რომ ჯერაც ვერ მიხვდიეთ რამეს.
მე რო ზანგს გავუბეთლო თეთრად გაათევს ღამეს. რა უნდა თქვა შენს რაუნდზე? თბილი ლუდი გამახსენდა მარტო. რავი კაია კი, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ მარგო. ამ კასრის მოსმას მირჩევნია მეც ქილავ ცადო. ექსტრა პანჩებით გიშლი ღვიძლს როგორც ივან დრაგო. გინდოდა სეტაპი wordplay punchline მე მაკოფესავით 3 ერთში მოგართვი. შენი ნაბაზრი აია მაგონებს იაკობს, მაგრამ არ ხარ მონარქი. ცოტათი შევყევი წერას და ბორკილებში მაქვს ხელი, რადგან მე დავასრულე ყავა და ლუდი და თავად აღმოვჩნდი მკვლელი. მე ვარ დოქტორი ფრანგენშტეინი და ეს ურჩხული შევქმენი თავად. პანჩების სია როგორც დრაკულა მოგეჩვენება საშიშ გრაფად. თუ გონი ვართ კლოუნი ვიქნები იგი, მაგრამ არ გეგონოთ ლუზერებს დავინდობდე. აზზე მოდი კვაზიმოდო, 1000 წელი არ გეყოფა რომ გამისწორდე. თუ გინდა ამაზე მარტივი ტექსტი, მე ეგრე ბაზარი არ მრჩევია. შენთვის ვარ როგორც უაზრო წიგნი, ჩემი ყველა ფურცელი სარჩევია. ამიტომ ხდება ნათია ჰეიზენბერგი. ხალხს რომ აუხსნას თუ როგორ ვრაშავ, შენი ჩიტები ჯესი პინკმენი, მაგის გარეშე ვერაფერს ხარშავ. ასე რომ თუ ვინ არის ჩვენ შორის უკეთესი, შენ ხარ ერთადერთი ვინც ფიქრობს რომ აქ თემაზე კამათია. აქ მე ვარ უფრო დიდი თევზი და როგორც ფიროსმანის სტილოს მეთევზე მახატია. ისეთი შემართებით იბაზრა რაუნდი გეგონება მართლა კამბექი მოქონდა. უნდა და ყოფილიყო კარლო ანჩელოტი, მაგრამ გაიჩიტა ჯოკონდა. Try hardობით ვერ დაუდექი შენზე ნიჭიერს. სწორედ ეგ არის გამომწვევი ჯავრის. გახსოვდე შენი ინტელექტი ხელოვნურია ხო და ტონი აკონტროლე ჯარვის. დაბრუნდი ისევ შენს მანქანაში. მეტი მაინც არაფერი გადარდებს მგონი. შენ ხარ ჟეშტის ბოზი როგორც ტონი სტარკის ცოლი. და ერთი გზა გაქვს რომ ტექსტი დამავიწყდეს. იქნებ მაგით მიაღწიო რამეს, რადგან შენ არ გაქვს სხვა ვარიანტი როგორც ამერიკა ჩავეს, მაგრამ მე არ ამოვიღებ ტელეფონს. დაჟე ჩემი iPhone-დან ყველა notes წავშლი, რადგან ამ ფიფქიას მოსაკლავად არ მჭირდება ჩაკბეჩილი ვაშლი. ფანჩად ახსენებ უთავომხედარს, მაგრამ არასდროს გქონია რიდი. ქრიდივით ვჩითავ ადონის ფანჩებს ჩემთან ფიურის ვერ იცავს შილდი. აქ ეს მაგლები მოუქცევიათ, კონკურენტება ჯადოქრებს თვლიდი. ჩემი ბარები ჰოკრუქსებია, ვაფშე ყველადან გამოდის რიდლი და როგორც ვოლდემორი ვაპირებ ამ ტიპს თავზე დავუტოვო დამღა, როგორც ჰაგრიდის ცხოველი შენზე ვარ სამი თავით მაღლა. და თუ მიხვდი საითმიდის სეტაპი, გამოდის გზა ჰოგვორტსამდე გაგივლია, მაგრამ დამშვიდი ჰარი, ჰოგვორტსი ყველაზე უსაფრთხო ადგილია. გაგიკეთებ კარგ საქმეს და ისე ვიზარო შენი გვამია იქ დავტოვო, რათა თავი იგრძნო ჯადოქრად კიბის ქვეშ უნდა გაცხოვრო. და როცა გახდები აჩრდილი, ვიცი რომ ცრემლი მოგადგება თვალებში, დამიძახე ალბულს დამდორი, ყლეზე მკიდია ვინტირის ტუალეტში. შენ ყველა გეუბნება რომ წერა შეეშვა და მაჯას ტყილად ღლი, მაგრამ ძოლი რომაელივით სხვანაირად თვლი. შენ იწოვ შენსას ანუ საკუთარს იღებ როგორც კეისარი. მიდი და არ აღიარო რომ წაგებული ბეთლი არის. არაფერში მჭირდება აღიარება მეტი ჩარის, რადგან ყველა კადრს ვიღებ როგორც კეთილი HR-ი. და ამ კადრებში კარგად ჩანს თუ დღეს როგორი დონე დაგიდე. შენ კი ხარ არ შემდგარი იულიუსი. მოხვედი ნახე და ყლევერ წაიღე. ვერც კი ხვდები ვისთან ატარებ ექსპერიმენტს. ვერც კი წარმოიდგე რამხელა შოკიგელის. ჩემ წინაშე ბოლომდე მკვდარია ყველა ფუსი თუნდაც იყოს შროდინგერის. პოულობთ კულდროს ადგილს, მყუდროს და მტკვარი ხდება კულდრონ ლეიკი. აქ ცოცხლდება ჩემი დაწერილი კოშმარი და მიძახი ალან უეიკი. თუ საბაშა ჩემ ტერიტორიაზე შემოვიდა, ესე იგი ვილენი არასწორ ზონაზე შევარდა. ეს ზონა განსხვავდება სხვებისგან, აქ ყველა მაყურებელია ჩემს გარდა. გონია ციხესავით მყარად გახარ, მაგრამ ზუსტად ეგეგო გღუპავს, რადგან მე თუ ორი აგური უნდა მეჭიროს, შენ და გამსგავსებ ზურაბს. აი ამ კედლებში ჩაგაშენებ რომ აღარ ვისმინო როგორ საუბრობს ყბედი. შენგან სალამურს ვერ გავაკეთებ, არ მეხმარება სახელოსნოში ბეთლი. შენი გამარჯვება უფრო მოგონილია ვიდრე დომენიკ მერფი და გეტყვი. ჩემი ნიჭის მატარებელთან ყველასელის კარენინას ბედი. ანუ ყველა გაწვევით ლიანდაგზე ვინც ვერ დაინახე ჩემი ბარების სილამაზე და სანამ ყალბი ავატარები საუბრობ თქვენ სიარაღზე, ჩემი სტიქია ერთი, მე ვარ ტოფი და უნდა მოკლა ნებისმიერ ნიადაგზე. იცი რა განსხვავებაა ჩვენ შორის? პასუხს გაგცემ, რადგანაც ითხოვ. ჩვენ შორის მხოლოდ შენი ბლატავებ საძმაკაცოში იმით რომ ვიცნობ. მე ვბეთლავდი ყველგან, Discord-ზე, Facebook-ზე, ტყეში, ბაიტზე, სანამ დიჩი პლატფორმა არ გაუმზადა. შენ კიდე ის ტიპი ხარ, რომელიც underground-ში მოვიწვიე და სტიჩის ბეთლზე დაუზადნა. და თემა ის არ იყო, რომ შეგეშინდა. უბრალოდ მან მდგომა არ იკადრე. კამერა გინდოდა აუცილებლად. კომენტარებში თუ არ შეაქეს ბეთლის სურვილი გაუცივდება. ამიტომ რა არის აკაპელას მუღამი შენაირს გაგე
წაგება გაუჭირდება. დღეს შენ წააგებ და ეგ სირცხული არ არის. სირცხულია რომ არავის გაუკვირდება. მართლები რომ არ წერო ასე. ქართველი მსმენელი ჯერმანად არაა, მაგ რეალობას ვერ შეცვლი. ამერიკელებს მუდამ ბეთლი აქვთ იმად დაიწყეს ჩვენზე წინ და მაინც მუდამ წერ რთულად. ყველაფერ მარტის მე ვერ ვძი. ჯერა რომ მეტი ინტელექტი გვაქვს და ამერიკელებს შევეცი. უეჭველი. და თუ ამიტომ უნდა წავაგო, დაე ვერსიის დაე ჩემი ვერსიის სწორად კეთებას დაუდგეს მოწამეთ. გავაწლები, გადაახვევთ ამ ვიდეოს და მიხვდებით რომ კლევერ მომჭამეთ რა უნდა. შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი. ერთი ხმაურით მადლობა უთხრათ რომ გვერდში გვიდგანან. ჩვენი პარტნიორი კომპანია Control Room-ი. მესამე რაუნდი ვილეინ. ხო ნახეთ ერთმა ვერ გაკაჩა, მოდით ორ-ორი. სამი რაუნდი და თქვენს დაგჭირდებათ სისხლის დონორი. პასუხი გავეცით დისით და თან როგორი, ვინც კი დაობდა რომ არ ვიყავი MC სხვისი ტოლსტორი. თქვენი გოუთი დოქტორი დაბერდა, დაობდა, არა დავუყურებ არ არის როკფორი. ყველი არავის უყვარს. მეგრული სულ უგონი მართ. იქნებ ვინმე ვნახოთ თუ აქვს ვადა და ამის გარდა დაუშვათ ფარდა, ცოდვა ბევრი გადახდა, ამის ოცნება არ ახდა. სხვა მოლოდინით მოვიდა აქ სხვა დახვდა. და რა ვქნა რომ ვერ გაუძლოს ამას გულმა. არ ვართ რუსეთში და არც არასდროს ვიქნებით, მაგრამ ჩემმა რაუნდებმა დაგადუმა. შენ ვითომ გოუთობას წყალი შეუდგა. ნუ დაიჯერებთ რასაც ყბედობს. დოკი გავს კარგ რუსს. ფაქტობრივად არ არსებობს. რუსთან ველი არ გვაქვს გასაყოფი, ჩვენია ეს მიწა აწდა მარად. ვარ თავისუფალი, ჩემია ბურთი და მოედანი. ვაკეთებ იმას, რასაც ყვარა. ჩემ ბარებს გვერდს ვერ აუვლი, არ გამოგივა ავლა ბარის. არ მეშინია არა გველის და რაც გელის, იმას ვერ აცდები, სიმართლის წამი ახლა არის. ისანი არ მაინტერესებს ვინ არის. სხვა გოგოებზე არ ვხარჯავ დროს. სამ გორს გადავივლი თუ გახდა საჭირო, ვარ კეთილი, ოღონდ ჩემთვის არა. და ამას ჩემი გაკეთებული საქმე თავად ამბობს. ვუწერ ბარებს და ვუღებ კარებს, ვუჩემ ბზარებს და ვურჩევ მხარეს, სტუმრებს, ვასმენინებ რთულრებს ითხოვენ, სულ მეც რადგან ეს ყურებს არ ვნებს, ვუდებ ფაქტებს და ვუნგრევს ღაპრებს და აი ასე ვუგებ ამ ბეთლს. არიცოდი სად მოდიოდი, ამიტომ მოხვედი. სულელი ხარ და არა მამაცი, თავადაც იცი დამარცხდი. აქამდე თუ პირიქით იყო დღეიდან შენ დაგიმახსოვრებენ, როგორც ტიჩის ძმაკაცი. ასეთი ფაქტები ბუნებაში არ არსებობს, ფანჩები ვერ შევკრა მე ვერსად. ალბათ არიცით რომ დოკის ტიჩი მაქცია ბეთლემსად. თქვენმა გოუთმა თავი ვერ დაიმკვიდრა ჯერ ვერსად და გახდა ბოშა ოფროუდ ბეთლემსი. ბეთლაობს ყველგან, სადაც საშუალო სტატისტიკურ ქართველ სექსი აქვს. დღიურ ბინაში, თბილისის ზღვაზე, ტყეში, დოკის საკუთარი გენიალური იდეების ტყვეა, თითქოს ხელზე ახატია ბეში. სიჩქარე დეში და ავტომატურად მოდის ფანჩების თქეში. ჩქარი როგორც ფლეში, ხელში როიალ ფლეში და დღეს განახე ვინ არის ნამდვილი გოუთი ჩვენში. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია. ოჯახთან ერთად პიკნიკზე მიდიხართ. ლამაზი მზიანი კვირადღეა. ყირაზეა გადასული ბავშვი, სიხარულით. ხიარული განწყობას უფევს. გზაში ოჯახურ პლეილისტს უსმენთ. მიხვედით ტყეში, გაშალეთ სუფრა. აი დამამთავრები. მიხვედით ტყეში, გაშალეთ სუფრა და რაღაც ხმები მოგესმათ უცბად. გაიხედეთ და რას ხედავთ? შეკრებილია 10 სექტანტი. აკეთებენ უცნაურ მოძრაობებს, გამოსცემენ უცნაურ ხმებს, გაშფოთებთ ეს ფაქტი. მაგრამ თან გაინტერესებთ ასეთი რა ხდება? ახლოს მიდიხართ და თან არ იცით იქ რა დაგხვდებათ. უკვე ახლოს ხართ, პულსი იმატებს და 200 აღწევს. ფიქრობთ რომ ვინმე გაატყავეს ან ცოცხლად დაწვეს. მიხვედით, წრეში შეხვედით და რას ხედავთ? დოკი ბეთლაობს. მასა ქანაობს, ელოდებიან თითქოს მეტადონს. შოკში ხართ. შოკში ხართ, უფრო მეტად ახლა შეშფოთდით. ნეტავის ყოფილიყო, რასაც ეჭობდით. შეკრებილიყო 10 სექტანტი, კატა დაეწვათ. ვერაფრით შველით, ამათ ჩემ ხედვარე გული დაგეწვათ. შენ ხარ ჩემ რაუნდებს შორის YouTube-ზე ამომხტარი YouTube-ის რეკლამა.
აი სიმღერებს რო უსმენ და უცებ ეწერება YouTube. რა ჯანდაბათ მინდა, ისედაც მანდ ვარ. შენ ხარ ჩიზბურგერი ყველის გარეშე. ვეგანი ყასაბი. ჰომოფობი გეი. ენაკვიმატი მუნჯი საშაურმე ტარანტინო. ანუ ბეთლთან არაფერ შუაში ხარ. გეგონა იყავი ოქსიმორონი აღმოჩნდა. და როგორც ტომას ტუხელმა ოლივერ სკიპი დაგსკიპეთ ნახევარფინალში გამოგვჭი. ეს ბეთლი გამოვიდა ზედმეტად არათანაბარი, რადგან სამი კაცი ვბეთლაობდი. ვილეინი და ვილიენი. ჩემ ფოტოზე ხან ერთი ეწერა, ხან მეორე, ხან მესამე. ორი ეწერა მარტო. არა, სამი ეწერა. დაიძინებ თვალებ გახელელს, რადგან დაბრუნდა დამსჯელი. ფაქტია ვეგაცეებს უჭირდათ, მაგრამ დღეიდან დაამახსოვრდებათ ჩემი სახელი. ფანიშერი საქმეშია, დაგაფინიშებ, დაისჯები. რაც გეგონა რომ დაბლოკე, მოხვდა ის ფანჩი, ის ჰუკი დაისჯები. დადის ხმები რომ ფავორიტად არ ვითვლები და ცხვარმა მგლის ტყავში გოუთობა მოინდომა. ხო და დღეს თქვენი გოუთისთვის ვიქნები ლომისობა. სარკასტული ვიქნები ვერავინ დაგიცავს, კვადრატული რითმები ვთამაშობ მაინკრაფტს, დასახული მიზნები ვილენი თავის ას, მაინც გაიტანს, სათიანში ვარტყა მამის სარს, ჩემმა დაწერილმა ბარმა ერთმა კარგმა სტროფმა, დაგიბრუნა კარმა ბედმა დადგა კატასტროფა, ისედაც ვიბატონებ არ მჭირდება აქ დაყოფა, და აქ სიკვდილს გირჩევნია განსხვავებით სხვაგან ყოფნა, ვერსებს ვასმენინებ ქალაქს ბანდა დავადუმე, ჩემთან კამაც არ გირჩევ დავიწყე დავათუმე, გამერიდე, აქ მე ვიგებ, დავერიგებ, ვამბობ რასაც, ისეთი ცხელი ბარები მაქვს ეგვიპტეში შურდა რასაც, არ მაქვს კიდე მინდა მეტი, კიდე ვზიდე კოსმოსში ვარ და მაკვირდება ნასაც და გინგრევ იმედებს და გაგიტეხა ვიხტი ბარსაც ვაკეთებ სიკეთეს და თავად ხედავ ვიმტირასაც ამდენი ხანი ვთესე დავწერე ბევრი ესე და მაინც შენი შუნები ქენიესე არავის აღარ ვუსმენ და შევადგენ ჩემით წესებს თუ ვინმეს რამე უნდა აქ შევარცხენ ველიემსებს ნუ დაუჯერებ ძმაკაცის დაწერილ ეპიტეტებს ვართ მე ვერთემს მეს და ვერ გათვალე შენ ეს განახეთ რამხელა ძალა აქვს ჩემს სიტყვას. თქვენი გოუთი ვაქციე დღეს ვირთხად, ამიტომ ეს დიდხანს ვეღარ იხმაურებს. ორი რაუნდი სუფთად მოგიგე და როგორც PvP-ს მესამე სეზონი კონტრას არც ეს ბეთლი იმსახურებს. რაუნდი. მესამე რაუნდი დოკი. ბიჭო სვეჩი ძალიან სასაცილო რაუნდები იყო, საღოლ, აი სვეჩი, შენზე კარგი იუმორის გავკარი. მაგრამ შენ ახსენე როკფორის ყველი და ხალს დააბრალე რომ ვერ გაიგეს ვითო. უბრალოდ შენმა ყველმა წამოიღო რუსული ვაიბი, იმიტომ რომ სირობა იყო. ბიჭო, კი, ბაიტზე მართალი თქვი, მე და ჩემი ძმები ვიკრიბებოდით ბაიტზე გასაბეთლად და მე ყლეზე მკიდია რაშვები ხოლმე შენ ძმებთან ერთად ბაიტზე რაშვები ხოლმე ბაიტზე ძმაკაცებთან. ოკეი. ვალობა. ოკეი. გიამბობთ როგორ მიდიოდა მზადების პროცესი, სანამ დაიწყებოდა პირველი აკაპელა. მე, ქეი, ხვედე, ატო, გურამა ერთად ვიკრიბებოდით პელესთან დასალევად. ბანის ტიჩი დიჩი თესლი ემსები გარს შეფი კათმისებს წვავს ჩანს არაფერი ოთახი მიაქვს სკვამს ზოგი მუსიკას რთავს ადგილზე ვაწყობთ ბათლს ხვედე კრავს რაღაც კარგს რაც გვაქვს შენ კიდევ სინავ ჩაც მაგრამ არ უნახი ხარ თვალს ოდა თქვი რომ პროჭი ხარ და ორ წუთში განებებ თავს რამდენჯერ ერთსა მუშაობდი ბიჭო, გავიგე რომ მუშაობდი, მაგრამ და არ ვაპირებ მაგ სიტყვებზე დაგიწყო დევნა. მაგრამ ერთი რაღაცა აქ მაინც არავის გვინდოდა შენი სმენა. იდინა. ოკეი. რამდენჯერ აიწია ჭიქა, რამდენი სადღეგრძელო ითქვა, სანამ ეს ვირთხა იჯდა და უწევდა მესიჯების კითხვა, რამდენი ტრეკი გაიშვა, რამდენი თებში გადარჩა, რამდენი კურიერი მოვიდა და არც ერთი იყო საბაშა. არც ერთხელ არ გამოსულყარ შეკომპლექსიანო ჩმორო, არ დამიწერო ფანჩებიო და არ დატოვე საკუთარი სორო, მე არ ვატარებ ნიღაბს რათა მოგიღო ბოლო, მაგრამ მაინც გიტოვებ კისერში ასოს როგორც ზორო. შენი Facebook-ი შენზე ყველაფერს ამბობს მოსიარულე გვამო. მზად ხარ რომ ძღნერი ჭამო 20 ლაიქის გამო. შუტკაზე პოსტავს და შევკარით ხალხო. საბაშა მხიარული ბიჭია, ხომ უნდა ნახოთ. პოსტი პირველი. თუ ანი ქვია და სევდიანი ხარ შენთვის მანქანას მივაგენი. სედანი, ანუ სევდიანი ანი. თუ გასართობ ცენტრში წავედი, გვერდი დავდექი და ვერც გავერთე, ესე იგი სისარიელეში ვარ. ავჭალაში დენი გამოვუშვით. და სასაცილოა. ავჭალაში დენი გამოვუშვით. გოგოებო
თუ ერთ გულბის ეძებთ 45 წუთია 11 ნომერ ავტობუსს ველოდები. ეგ პანდემიის იმდენად მარტოსული ხარ ჯამბაზი ხდები და თავს ეხმარები შენებურად. ცხოვრებაში არ წაგიგია დამალობანა შენნაირ ტიპს არავინ მოძებნიდა შეგნებულად და მნიშვნელობა არ აქვს ამ ბეთლზე უკან დაიყენე ვინ? ხო შენს უკან დგას ვიღაც, მაგრამ შენ არ დგახარ ვინმეზე წინ. იმიტომ ჩამოყალიბდი ასეთად რომ სკოლიდანვე გინდოდა ჩვართან დამსგავსება. შენ სკოლაში ჩვარსაც ქონდა შენი საოცნებო მდგომარეობა, ანუ დაფასება. ხო დაფასების ყურვილი კლავს და მაგიტომაც ხარ მტრული, მაგრამ ტყილად იხარჯები როგორც შენი ტრეკების ფული. ჩემი საყვარელი პოსტი არო კონტროლიორებს უგებს 3-0-ს. თან ახსნი ბიზნეს, რადგანაც მინდა ხალხმაც გაიგოს. ჩემი გამოსვლების მანძილზე ალბათ შეამჩნევდით, რომ ფანჩებად უამრავი რომანი გამოვკიდე. ვახსენე ბევრი მწერალი და მომავალშიც მოგიწევთ, რომ ნახოთ კიდე. გარეთ თუ გინდა არ დაადო ბარათი და კონტროლიორები გამოფიტე, მაგრამ ჩემთან უნდა იყენებდე მეტრომას, რომ ჩემს ანდერგრაუნდში ჩამოხვიდე. შენ გამოგიკრეს აბრა, რომ დოგთან გაქვს ბეთლი და ამან მოგიტანა დიდება. ჩემთვის შეხარ შესაწირი ბატკანი და აბრაამის არაფერში მჭირდება. ჩემი ფანჩები ესობიან სარად, ჩემთან ბეთლში არ ექნება ვისა სტრაკი და თუ მკითხავთ ისაა თუ არა გამზადებული შესაწირად, გიპასუხებთ რომ ისაა კი. ვიცი რა ჩემზე მეტ ჰიპ-ჰოპს უსმენ. თითქოს ამ სფეროს ყველა ქვაში აგროვე. მაგრამ დააკვირდი ბედისწერა როგორი ვერაგია. მაგ ქვებითაც ვერ დაუდგები ჩემს საუკეთესო სკილს, რადგან წერა ქვია. საერთოდ არ მჭირდება ყურება მილიონი ბეთლის ან მოსმენა მილიონი რეპის, რადგან როგორც Daredevils, სულ რო არაფერს არ ვუყურო ყველაზე მეტი მესმის. რეპის გარეთ საერთოდ არ ვაპირებ ექიმობას, რადგან ექსპერო არ იყო საჩემო. მაგრამ შენ მაინც გაგიზომავ წნევას, იქნებ იქ მეტი ბარები მაჩვენო. ან ვიქნები შენი ფსიქოლოგი, რადგან ბევრი რაღაც ჩაგითვალე ბოდვაში. ოდა მაგ კითხვა, ეს შენი რეპერობა ამ წამს ჩვენთან ერთად არის ოთახში? ძალიან ბევრი რაღაც გეჩვენება. შენ სიტყვას ეტყობა შიზოფრენიის კვალი. მაგალითად თოკაფესთან ამბობ რომ რეპით ფულს ვერ აკეთებ და ეგ ყველაფერი ყოფილა საქართველოს ბრალი. მომიწევს დაგაჯახო მწარე რეალობას, რომ არიფი ყველა პონჩი იქნება არიფი. ქართული ჰიპ-ჰოპი როგორც არ უნდა მოიხოდოს, შენ იქნები თოკაფეს პარიკმახერზე ღარიბი. და კიდევ ვიცი რა მახსოვს მათ პოდკასტიდან. როცა კითხეს დასთან ბიფებზე რაც ფიქრობდი და ისეთი პასუხი გაეცი დაჟე შენგანაც არ ველოდი რომ ეგეთ ყლეობას იტყოდი. ესე იგი, როცა რეპავდნენ, რომ ეს ყველაფერი არის უბრალოდ უზრდელების შეკრება. რომ ვაგინებთ ერთმანეს და ვატარებთ, როცა ვინმე ჩვენს ოჯახს ეხება. რომ ვძირავთ სფეროს, ვკადრულობთ უკადრებელს. და უნდა შევწყვიტო ჩქარა, რომ ყველა ვინც დღეს ტაში დაგვიკრა არის ჩოლებრივი ფარა, შენ გამოდიხარ და ამბობ რომ ამის მოსმენაც გისწორდება. ამას აკეთებს ტიპი, რომელიც ბეთლ პროექტში იმყოფება. შენ ამ სფეროს არ ეკუთვნი და ამ რეალობას ყველაფერში აჩენ. შენ დღეს ვერავის ვერ დააჯვა, მაგრამ მაინც სულ ყველას გვარცხვენ. ხოლო რასაც გეტყვი დასზე, ის არის რომ რასაც არ უნდა გვიგზავნიდნენ მესიჯებად, მე ვიცნობ ქუთაისს და ვიცი რომ მაგ ბიჭებს ასეთი ვირთხები უფრო ეზიზღებათ. თანხდებით თუ ვერ თანხდებით ჩვენ და დასიც ამ სფეროში დავრჩებით, მაგრამ ასეთი ორტრაკიანი ტიპები ყველაზე პირველები გაქრებით. თუ არც იქით ახარ არც აქით მაშინ ვერცად ვერ იქნები. სანამ ბეთლებზე ვირდგები ვერ გაიხარებთ ვირთხები. ბეთლი უბრალოდ შოუ გეგონა, მაგის იმედით მიხვედი, მაგრამ შენ ახალ მაიკ ჯექსონი არ მოგწონს რომ ბოლომდე არ საითიხრები. კაროჩე, ამ ბეთლში ყველაფერი მქონდა. სეტაპები, პანჩლაინები, რიდლები. მოკლედ განსხვავებული რიდლერი ვარ, არ დავტოვე კითხვის ნიშნები, რაუნდი. მოკლედ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ორივეს, რადგანაც დღეს აქ ხართ. პირველ რიგში შენ, იმიტომ რომ ეს შენი პირველი ნაბიჯია აქ, დოკი უკვე აქ იყო და მადლობა რომ შენი შესაძლებლობები გვაჩვენე. დანარჩენს ჟიური გადაწყვეტს, ჟიურის ქულები გადაწყვეტს უფრო სწორედ. მოდი სანამ შედეგებს ვიტყვით, ჟიურიმ უბრალოდ თავისი აზრი გვითხრას. იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა აქ. ჟიური არ იტყვის არც ქულებს, არც შედეგს ბოლოს ვიტყვი მე. ვიცი, მაგრამ არ გეტყვით ვინ მოიგო. თუ შეიძლება Young Mike's ვთხოვოთ. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა რომ პატევი დამდეთ და თქვენს წინაშე წარვდექი დღეს ჟიურის ამპლუაში, იმიტომ რომ ქართული ბეთლ რეპის ისტორიაში იყო შემთხვევები, როდესაც თვითონ ჟიური თვლიდა რომ არ იმსახურებდა ჟიურობას. მე არ ვთვლი ასე, მე ვთვლი რომ ვინმე თუ იმსახურებს ქართული ბეთლების შეფასებას,
ერთ-ერთი პირველი ალბათ მეორე. პირველი იყო ფანჩები და როუსტი, ხო? ჩემი აზრით ამაში ამ კატეგორიაში დოკმა დომინანტობა აჩვენა, ასე ვთქვათ. მესმის რომ შეიძლება ბევრი სათქმელი გქონდეს დაგროვილი და გინდა რომ ბევრი სხვადასხვა რაღაც აჩვენო, თუმცა მთელი ხიბლი არის ჩემი აზრით იმაში რომ ეს გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო რა, რომ აი ჩაატიო იმაში რომ ზედმეტი არაფერი არ იყოს, არსად არ გახდეს მოსაწყენი, თუმცა ამ ნეგატივის მიუხედავად ბევრი რაღაც იყო, რაზეც გვეცინებოდა რა და ეგ არის მნიშვნელოვანი რა, იმიტომ რომ punchline-ი რა არის, რომ ხუმრობის ბოლოს რაზეც გეცინება ის არის რა და არა აქვს ამას მნიშვნელობა, როგორ მიხვალ მაგ მიზნამდე რა. დოკის ტექნიკა უფრო მინიმალისტური იყო და ამითაც მოიგო, თუმცა მე ადრეც თქვი დოკის შეფასებისას და ფიქრობ, რომ აქვს battle raps ზოგადად მაგის არის მაგის ადგილი, რომ შეცვალო რაღაცეები, მესმის რომ რაღაცა მუშაობს, ჭრის, მით უმეტეს დასაწყისში ჯერჯერობით რაც ჩვენ ვნახეთ, შენი მეორე ბეთლი არის, თუმცა ეგ აუცილებლად სადღაც გაწვდება და ორივე ჩემი აზრით დამაკმაყოფილებლად იყო მომზადებული, ალბათ უფრო კარგი მომზადების ხარისხიც არსებობს, თუმცა ის უფრო კარგი მომზადების ხარისხი მე თვითონაც არ განმიცდია არასოდეს, ამიტომ ვერ მოვთხოვ ვერავის. მადლობა ყურადღებისთვის. ერთი ხმაური. ახლა მოდი აზრი ვკითხოთ ბანის. Round to round არ ვიბაზრებ რა, იმიტომ რომ ქულები უკვე დაწერილია, საერთო ჯამში ვიტყვი. შენზე ძალიან ვიგადავე, ანუ ძალიან კარგად ეგადავებოდი, უბრალოდ მე მგონი personal უფრო ამას ქონდა ვიდრე შენ. ეგ ერთი. მერე მეორე, freestyle-ები ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი სასიამოვნო ბონუსია battle-ზე. ესეც ამას. მომზადება ორივე კარგად იყავით მომზადებული, მაგრამ რადგან კრიტერიუმში მომზადება წერია, მანდაც უეჭველი ჩემი აზრით დოკმა მოგიგო, იმიტომ რომ ერთ მომენტში ოდნავ ხარვეზი ქონდა. ტექნიკაში შენაჯობე ჩემთვის, იმიტომ რომ როგორც ქონდა დაწერილი, შიგნით რომ მიდიოდა რითმაობა და რაღაცები, კაი იყო, უბრალოდ აი პერფორმანსში გაჯობა აი პროსტა მოძრაობით გაჯობა რა, ანუ რაღაც ფლეივა თუ რაც ქვია მაგ სიტყვას სიტოქში ეს უკეთ ქონდა დოკს ჩემთვის რა, საერთო ჯამში ჩემი ხმა დოკს, მაგრამ ძალიან მაგარი ხარ მართლა მაგრად ვიგადავი და ისა ტყუილად გაცივდი არის უეჭველი. პლაინია ტყუილად გაცივდი ზოგ. Yo, grotesky. Alright. მოკლედ, ბევრს არ ვიბაზრებ. ისედაც გასაგებია რა მოხდა და როგორ. ერთი ხმაური რაიმე რუცისთვის შენობაში. თქვენთან ერთად არის გროტასკი. მეგობრებისთვის გოჩა, ერთ რამეს ვიტყვი რა. battle raps აქვს თავისი კრიტერიუმები, ადრე თქვა პელემ რა. ხო და თავისი როგორ გითხრა flow, flavor თავისი ენა აქვს battle raps და ფანტასტიკურად ქნა ამ კაცმა რა. 10-დან 10 ყველაფერში, შენ მართლა მაგარი რაღაც სეტაპები ქონდა, ექსპერიმენტები, მე უბრალოდ ერთს გირჩევდი, მაგ ასე ვთქვათ, მაგ ენაში ჩასვა რა, ესე ვთქვათ, როგორ გითხრა რა, ტრანსფორმაცია გაუკეთო, რომ უფრო ისეთი იყოს, როგორ გითხრა. კარჩე, შენი სეტაპი რო იწყებოდა, ვიცოდი რომ სეტაპია რა. ამის სეტაპები სად იწყებოდა, სად თავდებოდა, სიმართლე გითხრა, ნახევარზე მეც ვერ ხვდებოდი, სანამ არ მორჩებოდა რა, punchline-ით რა. მაგრამ სადღაც მეორე რაუნდში ფიქრობდი, რომ ყველაზე ხარ რა, სასწორი, აქით გადმოიხარა რა. მაგრამ ნუ მე მესამე რაუნდი იყო და მოკლედ ძალიან მაგარი იყო რა. მადლობა ორივეს. ჩემი ხმა დოკს რა. Merci bro. 99-71 დასრულდა ეს ბეთლი დოკის სასარგებლოდ და ნახევარ ფინალში. ნახევარ ფინალში შევხვდებით დოკს. Face-off ბიჭებო, ნახევარ ფინალში ეს ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს. ამატერასუ versus დოკი. ეს იყო Raymond Roots-ის პირველი სეზონის მეორე ეპიზოდი. ჩვენ ვიყავით სახელოსნო ბარში. სახელოსნო ბარი არის ჩვენი სპონსორი. შევხვდებით შემდეგ ივენთებზე. მომავალ შეხვედრამდე. Peace.